მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია ტელერადიო კომპანია Georgian Times, ეს არის გადაცემა რეალური პოლიტიკა. მე მალხაზ გულაშვილი გახლავართ. დღეს ხუთშაბათია და ტრადიციულად ჯონდი ბაყათურიასთან ერთად შემოგთავაზებთ საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ამბების მიმოხილვას, ანალიზს და პროგნოზს. ჯონდი, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან, რომ კახეთში მომხდარი ამბავი, ეს არის ჩვეულებრივი, როგორც იტყვიან, პიტავუხა. ეს არ აღმოჩნდა, რომ როგორც ჩვენ ესე გვეგონა, აღმოჩნდა, რომ კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა. ვინ და როგორ და რანაირად განახორციელა ეს ყველაფერი. მე ამას ეხლა მტკიცებას არ შეუდგები, ამაზე არსებობს საგამოძიებო ორგანოები და ისინი უნდა ჩაერთონ ამაში, რა მოხდა და როგორ მოხდა. მას მეგეწევა მოხდა. ან მეორე ვარიანტია, ჯონდი, რომ ეს უბრალო მოვლენა გარკვეული სპეცსამსახურები ცდილობენ გადააქციონ დიდ გეოპოლიტიკურ ტრაგედიად. თუმცა ჩვენთვის ხო არ ახალია, ძველია, რომ ნაციონალური მოძრაობა ყოველ სეზონზე ცდილობს, რომ ჩაშალოს ტურისტული სეზონი. მათი გულის სისხლით ივსება, როცა ხედავენ ბევრ ტურისტს შემოსულ საქართველოში. ხან მარცხნიდან ურტყამენ ამ თემას, ხან მარჯვნიდან ურტყამენ. ნიშნულობ შენ მიხვდი რასაც ვამბობ. ხან კლოუნებს ახტუნავებენ ამაზე, ხან თვითონ ხტუნავენ, ხან ვის ახტუნავებენ და ხან ვის. ბევრი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ. გემის შემოსვლა ბათუმში. საკრუიზო გემის შემოსვლა. ყველაზე კარგი მაგალითი იყო გემის შემოსვლა. რომელიც, არ ვიცი, რა ვიცი, თუ რამე შეიძლებოდა რომ სიბინძურეები დაასხეს ამ გემს, კვერცხები ესროლეს, ბოთლები ესროლეს, ტურისტები გახდნენ საფრთხის წინაშე დადგნენ და გემი გაშორდა. ეხლა ხანს მე მომმართა ამ გემმა, ეხლა იცის რომ საგემის თემებთან რამეს და მინდოდა რომ რაღაცნაირად შემოგვეყვანა ეს გემი. და ხელისუფლება მითხრა უარი, პირდაპირ. ყოველგვარი მიკი-მოკიბის გარეშე. რატომ? ახსნა აქ ეგეთი, რომ გემს ვერ შეიყვანენ დახურულ პორტში, უნდა შეიყვანონ ქალაქში. სამგზავრო გემია. თქმა უნდა. და სამგზავრო გემი რომ შევიდეს ქალაქში, იქ დატრიალდება რაღაც საშინელება. იმიტომ რომ ეს მეხუთე კოლონა, სადაც დედამშვილი დაწყევლა, ყველა რო ერთად არიან გაერთიანებული, აი აქ მოაწყობენ ზუსტად იმას, რასაც ამდენი ხანია ოცნებობენ და ფიქრობენ. გახსოვს თვითმფრინავები რომ გაიხსნა, როგორ შეუტიეს ამ თვითმფრინავებსაც და რეისებსაც და გახსოვს ადამიანები სარფზე ლარსზე რო გადმოდიოდნენ, რა ხდებოდა იმასთან დაკავშირებით, როგორ ისტერიკებს აწყობდნენ. და ზოგადად ყოველი სეზონი იწყება იმითი, რომ ყველანაირად ცდილობენ ჩაშალონ ტურისტული სეზონი. რატომ ტურისტული სეზონი? იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება თავის და საუბედუროდ ეკონომიკის აქცენტს აკეთებს ტურიზმზე მხოლოდ. და ეს არის ყველაზე დიდი აქილევსის ქუსლი საქართველოს ხელისუფლების. რადგანაც ტურიზმი უნდა იყოს შემავსებელი და არა ძირითადი ეკონომიკური მადგენელი. ამიტომ თუ 8 მილიონი და 9 მილიონი ტურისტი შემოვა, საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ისეთ მოწყვლად ქვეყანაში, როგორც საქართველოა, იმდენი გეოპოლიტიკურად უზარმაზარი ძალები იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოზე გავლენა იქონიონ, ხო? და სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები. ყველა ცდილობს, რომ სათავისოდ მოიგოს რაღაცა ამ აღღრეულ წყალში. ხო და ზუსტად რაც მოხდა ეხლა კახეთში, ამის თვალსაჩინო გამოხატულება. ვინმე უკრაინელი თუ რუსი, ბოლომდე თვითონაც არ არიან ჩამოყალიბებული, უკრაინელია, რომელიც რუსეთში ვითომ ცხოვრობს, სინამდვილეში თურქეთში ცხოვრობს, ებრაული მოქალაქეა თუ ისრაელში დადის თავისუფლად. მოხდა ის, რაც მოხდა, ხო? და აბსოლუტურად ეხა მე და ირაკლიმაც ვისაუბრეთ და აბსოლუტურად ვეთანხმები ირაკლის, რომ რაც მოხდა მომგებიან სიტუაციაში იყო ქორწილის მხარე. მანამ სანამ არ დაარტყა ამ ხალხს. აი რა მოხდა შენი აზრით? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. იცი როგორ დავიწყოთ? თქვენ გახსოვთ ილია თოფურია რომ გაილახა ბრძოლაში, ხომ დამარცხდა რა, გაილახა კი არა.
როგორ რეაქცია ჰქონდა ჩვენ ქართველებს? ყველას ჰქონდა, გამეპირად ჰქონდა განსხვავებული. ჩვენ ვცემეს. ხო, რომ მე გამლახეს რა, ეგ განსხვავ ჰქონდა თანტკიო და თან რაღაც ღირსება და რეები არ იწერებოდა, კასტეტი ჰქონდა და რაღაც ფოტოები იდებოდა და დოპინგი და რატო იცი? ის ქართველი, რომელიც სახლში ყოფილიყო რაღაცა კრივში, ჩვეულებრივი ამბავია, ხო? ეს რეაქცია არ იქნებოდა. ქართველი საზღვარგარეთ გაილახა, ერმა თავის კოლექტიურად მიიღო, მიხვდი თავის თავზე მიიღო ყველამ და ამან გამოიწვია ჩვენი ასეთი რეაქცია, ხო? ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რუსი ბიჭების და ქალების რეაქცია, როცა ხედავენ, რომ რუსი გოგოები ასე მუშტით პირდაპირ ვიღაცამ გალახა რა, აი კაცს რო ვერ გაიმეტებ ეგრე დასარტყმელად. ეს რატო გავაკეთე ესეთ პრეამბულა? ანუ ტურისტული სეზონის ჩაგდება ერთ-ერთი გამომდინარე ესე იგი მიზანი არის და ესეც მათთვის ესე იგი თვლიან რომ სახეირო მიზანია. მთავარი მიზანი არის საქართველოს და რუსეთს შორის კონფლიქტის შექმნა. რა თქმა უნდა, ჯონგი. ნეგატიური ძალიან პოზიტიური განწყობილებები იყო ეხლა აქამდე რუსეთში. ეხლა ამან აი ჩემი ერთი მეგობარი რომელიც რუსეთში ცხოვრობს, პათუმელი კაცია. იცი რა მოწერა? ყველაფერი გააფუჭაო რა. აი ერთმა დებილმა, ხო? როგორ შეიძლება ყველაფერი აურიოს? ანუ საზოგადოებრივ ჩვენ ხო პოლიტიკოსი ვარ მე, ხო ვიცი როგორ ესე იგი ჩვენ ძევლები ვარ საზოგადოებრივი აზრის, ხო? და თუმცა მე ახლა ვიტყვი რომ მე ამ საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წავედი ახლა სტატია გამოვაქვეყნე კი ნახეთ ალბათ. და ამასაც ყოველგვარი ზედმეტ თავდაპირველობის გარეშე მნიშვნელოვნად შეცვალა ამ ჩემმა სტატიამ მე ეს განწყობები და ბევრი რომელიც მას არ იცოდა რა ხდებოდა და კრიტიკულ კომენტარებს ერდა, ეს შეცვალა და რეალისტური კომენტარები წავიდა. ანუ ამათი მიზანი იყო რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის ნოყიერი ნიადაგის შექმნა. რაც შეეხება წინასწარ გამიზნული, არ მგონია მე წინასწარ გამიზნული. ხო, მაგრამ პადაჩასავით აეწიათ რა. უბრალოდ მეორე ვერსია რას თქვი, როგორც კი ნახეს რაღაც შეცდომა, ინსტიტუტშივე დაიწყეს სპეცსამსახურებმა ამის გამოყენება. სრული 100% დარწმუნებული ვარ. მუშაობდნენ ბრიტანელები, ამერიკელები და ევროკავშირის ქვეყნების ყველა ქვეყნის სპეცსამსახური, ვინც ახლა დაინტერესებულია საქართველოში დესტაბილიზ. ყველა აბსოლუტურად. და საქართველოს რუსეთს შორის რომ ჩამოაგდონ კონფლიქტის ხო დიდი განხეთქილების ვაშლი. მუშაობდნენ ამას. რეალურად რა მოხდა? რეალურად სასტუმროს ადმინისტრაცია მე ახლა ვთქვი ამოვიღო საჯარო რეესტრის ამონაწერი დავავალე არ მინდა თუ მიაღწიეთ როგორც მე გადმომცეს ჯერ ვერ ვიტყვი სააკაშვილის დროინდელი თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ან მფლობელი როგორც მე მითხრეს კი ეგრეა ნამდვილად ხო კარგი კი ბატონო ეგ თუ მithumetes მე ახლა უბრალოდ მინდა რომ ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა სააკაშვილის დროს პოლოლიკაშვილის მოადგილე მე მითხრეს თავდაცვის მინისტრის მოადგილეც იყო ხო არ ვიცი ხო ნუ მოკლედ მე ვეძებ საჯარო რეესტრთან ამონაწყს თუმცა ამას უკვე რაც დადასტურებულია თვითონ გააკეთეს განცხადება სასტუმროს ადმინისტრაციამ რომ აი ამ ესე იგი ნაკაცარი რომელიც ქალებთან ჯგუფში რო არის მაგარი ქალი რო გალახა ამის გირაოს ფულს ჩვენ გადავიხდით ქალებს რო დაზიანებები ქონდათ და კლინიკაში რაღაც რამდენიმე 1000 ლარი დაუჯდათ ეს ფული ერთმა ჩემმა მეგობარმა კაცმა გადაიხადა არ მინდა ახლა არ ვთქვას არ მოუწია უფლება რომ დავასახელო და არ დავასახელებ რა გააგზავნა კაცი და ამაც დაეხმარა ამით რა ეს გამგუგებს არ უჭირთ მაგრამ უბრალოდ ჟესტი გააკეთა ქართული მივიდნენ იქ და როგორც ქართველებმა ისე კარგი ჟესტი იყო ძალიან რა მოეფერნენ დაუყვავეს უპატრონეს ამ გოგოებს მოკლედ კლინიკაში გააყვნენ გამოყვნენ და ნუ აჩვენეს რომ ეს ქართული კი არ არის ეს არის ამათი თქვენ თუ დააკვირდით მე იმ დღესვე აი როგორ გავდა გავრილოვის პროცესი გასულ 100%-იან მზად რო იყო ხოშტარია ზუსტი პარალელი დროშებით უცებ 5 წამში დროშა სად ქონდა ასე კისერზე შემოვლები რო შევიდნენ იმაში ხო მაგრამ იმ წუთშივე სვლელობა მოაწყო კი ის ხო იმ წუთშივე სვლელობა
დადიოდნენ ტურისტულ ადგილებში, სადაც ანუ გამიზნული იყო უცხოელებზე, რუსებზე და უცხოელებზე. აგინებდნენ რუსებს, აგინებდნენ პუტინს და რატომღაც ბიზნესს. ნუ რუსების და პუტინის გინება მე პირდაპირ მაღალანაზღაურებადი სამსახურია ჩვენთან. ამას შეერთებული შტატების საელჩო ევროპაში და ბრიტანეთი და ევროკავშირი ამას პირდაპირ ძალიან დიდ პასუხთიან. ეხლა ვიღაცას ფული შეუნა თუ გინდა და ამას ამ საქმიანობას ხელს მოკიდეთ. მე არ გიჩვენებთ, იმიტომ რომ ეს მე სულ დამთავრდება. ეხლა რაც შეეხება ბიზნესს რატო აგინებდნენ? ალბათ იმიტომ და სხვადასხვა სტატიაში დავწერე, რომ თავის დროზე ბიზნა ივანიშვილმა ესენი გადაარჩინა ლინჩის წესით რო არ გაესამართლებია ხალხს. და მე არ გამიკვირდება, რომ მადლიერების გამოხატვა ამბრბოს რო უყურებ, რაღაცნაირად ასე ესმოდეთ მადლიერება მაგათ, რომ გამოხდინა და დააგინო მერე კაც. პირდაპირ გაგებით დედას იგინებოდნენ. აგინებდნენ რუსებს, ბიზნეს კოცებსაც. სხვათა შორის კოცების ნაწილი ახლა დედის გინებას არასდროს არ ვიყრო ვიღაცა კაცი ღირსია, მაგრამ შეიძლება გინების და ღირსი იყონ, იმიტომ რომ ამ ბიჭის გამოშვება არ შეიძლებოდა. ხო, ეხლა უყურე რა. 90,000 ჯავშანი გაუკვთა ამ რაღაცის გამო. ეხლა ეს შეიძლება რომ ეს ჩვეულებრივ ბიტა უხად ჩავთვალოთ? და თუ სპეცსამსახურები არ არის ჩართული ამაში დამნაშავე მხოლოდ ეს ბიჭი კი არ არის. ბიჭი არის, ეს ნაკაც არის. ეს ბიჭი არ არის. მე ამას აგიხსნე ახლა ფსიქოლოგიურად შეულებელია ბიჭმა გოგოს ასე ხელი დაარტყას. შეიძლება გოგოსთან რაღაც შეგეშალოს კაც, რაღაცა უთმაწური სიტყვა თქვა, რაღაც ხელი კრა, რაღაცა ხნას. ეგეც სამართლიანო საგზიანი, მაგრამ ასე როგორც ტოლი ტოლს მუშტი დაარტყა ცხვირში, როგორც კაცს ურტყამ, ეს შეუძლებელია. შენ თუ აქ შიგნით კაცი ხარ. ეს ნუ ავატყოფია როგორც ეს. ანუ შენ თვლი რომ ის შენი ტოლი და სწორია და იმიტომ ბავშვი ბრაზდებია, ბავშვი შეგაგინოს ხო ახლა მე ქალები სხვადასხვა ძალიან აგრესიულები არიან რულზე. და სიგნალები ისე თუ ხარ თუ აკვირდები და იგინებ რო გავა ქალი არა შინაგან არათო პასუხს არ უბრაზდები პროსტა ქალი რო იგინება ბრაზდები იმაზე რომ ქალი იგინება უბრალოდ მე რო რაღაც მე არ მაქვს ის შენზე მოსულს არ აღიქ პირველი ქცნობიერით ინსტინქტი რომ დავეციო და სამაგერო გადო არ მაგ ქალიანა აი რა როგორც ანუ ქალს ამით კი არ ვამცირებ რომ ბავშვად კი არ მიმაჩნია თანატოლად ამიმაჩნია ქალი ან შენზე უფრო მაღლა უყურებ და პატივისცემის ობიექტი ან ამავად უმყოფს აი ამავად უმყოფს ამ ვირთხის დღაოსანს ამას მამაკაცური ფსიქიკა არ აქვს შეიძლება ეს არ იყოს ის რაღაცა LGBT თუ რაღაცა მაგრამ გახსოვს ერთი მოკრიბე რო აჩვენეს ალჟირელი ტრანსგენდერი კი ქალსო გახრო იტალიელი გოგო რო გახეთქა ცემაში კი ნუ მთელი მსოფლიო რომ მერე დასიუნა ჩამოდა მედალი აიღო მე ჩამოართვეს სხვათა შორის აი მე მეტყვი რომ მთელი მსოფლიო აღშფოთდა კი ხო ის კაცი ხო იყო ღონით კაცი იყო არ ფიზიოლოგიურად მამაკაცი იყო მაგრამ ფსიქიკით კაცი არ იყო აგერ სასტუმროში სტუმრები ყავს რომელსაც შეიძლება ან დაძირება უნდა ან რაღაცა აი ქვეთ ქორწილი გა ეს უნდა გესმოდეს რომ ერთდროულად ეს არ არის ქორწილი აუცილებლად ხმაურია ხო სასტუმროში პირადი სივრცეა ეს ფლობელის და მენეჯმენტის პრობლემაა ხო ამაზე ლაპარაკო ხო სასტუმროს ადმინისტრაციაზე ლაპარაკო შინაგან საქმეთა სამეფო პროკურატურა ამაებიც უნდა დაინტერესდეს პირად სივრცეში არა მარტო ეს ბიჭი შეიჭრა პირად სივრცე არის როცა შენ ქვევიდან ვიღაც ხმაურობს ამაზე კანონიც კი გვაქვს არა თუმცა რა თქმა უნდა ხო რა თქმა უნდა გოგოების რეაქცია რომ რაღაცა ჩვენ წუხდებით მე მიმაჩნია რომ არ იყოს სწორი ამ ქალების რეაქცია რა მაგრამ მეტი არაფერი არ ყოფილა ეს იყო კამათი უხმაურობთ ქვევიდან პასუხები უბრალოდ ბიჭები რო არ არიან ესე იგი აი არაკაცები რო არიან მე რო ეს ვერ გაკაჩეს ეს კონფლიქტი მე გადაიყვანეს არ იყო ეს რუსობის გამოც არ იყო ეს მუშტის დარტყმა ეს იყო ყოფითი კონფლიქტი უბრალოდ მე ამ ყოფილ კონფლიქტში რო თავი რო დაეზრინათ პასუხისგებლობისგან ეს აი რუსული წამოიხმარეს ეს რუსულის იქ ლაპარაკის ერთი ბიჭი აქედან შენ სახში კი არა ხარ ჩემ სახში ხარ ეს ნაცი ყოფილა კაცო ხლა იქ რამდენიმე საჩხერის ნაცების რაღაცა ლიდერის ჯერ საჩხერელი რო ხარ კაცი და ნაცი რო ხარ წარმოიდგინე ხლა სადახარ საერთოდ ხო ხო არა ნუ ახლა ხო ცოტა სხვა რამეა ხო საჩხერელის ნაცობა თლათ საერთოდ ნაცობად ეხავს მე თუ მეტყვი რა მაპატეს სლენგისთვის მაგრამ საჩხერელი რო ხარ ნუ ორჯერ უფრო მაგრად ეხავს რა ხო
სენაკელის თუ ხარ ნასიეგეს ხავს მოიცა დუშელიც არა დუშელის ხავს ხო ბავშვი თბილისელი თუ ხარ ნაცი ხო საერთოდ ხავს მაგრამ ხო და გარიყო ჯერ სამი ლამაზი გოგო იყურება აივნიდან რა ახ 200 კაციდან ერთი 100 ბიჭი მაინც ხოიჭდა ხო 150 თუ არა ბიჭო დაპატიჟებ ზუსტად ეგ თქვი მე რა მართლა აბარა უთხარი ჩამომბზანდი ცალკე ან ჩამომბზანდი ან შენ აბზანდი შამპანური გაუგზავნე რაღაცა გაუგზავნე კაცი არა პავილები გაუგზავნე როგორ კომპლექს რატო ქნი ცარიელ ადგილას კაცი თუ ხარ სამ ლამაზ გოგოსთან როგორ ვერ უნდა დაალაგო საქმე რა ახლა ლამაზიც რო არ იყოს ქალი-ქალია არა უფრო გინდა ლამაზ გოგოსთან ქვეცნობიერ twin მუშაობს უფრო რაღაცა ქალთან ლამაზია თუ ქალი ყველა ლამაზია და ქალთან უნდა დაალაგო რა თემა და ეგ როგორ უნდა მოგივიდეს და საქმის გარჩევა დაუწყო შენ სახლში არ იმყოფებ თანატოლათლის აზრდის პრობლემაც არის განათლების სისტემის კატასტროფის მაჩვენებელიც არის აგერ ჩვენ დამჯდარი იყო პროკურატურა სამარცხინოდ მოიქს ეს უნდა ითქვეს პროკურატურა შევიდა თვითონვე შევიდა გიროს მოთხო ისე მაინც გაეთამაშებიათ რომ თვითონ აღკვეთი ღონისძიება მოეთხოვა და საპატიმრო მოეთხოვა და მოსამართლეს გამოეშვა რა ამის გამართლებაც არ არის კაცური საქციელი არ შეიძლება კაცმა ქალი galახოს რუსი იქნება უკრაინელი არაბი სომეხი ვინც არ ფრანგი იქნება ვინც თუ ქართველი არ შეიძლება კაცმა ქალი galახოს და თან ასე გამეტებით და მე როგორ იქცეოდა აბეზღებდა როგორ კისერი როგორ ხანდა მოვიდა რომ აჩვენებდა რომ აი ამ ქალმა დამაზიანაო მე ეს ქალი მიშრა მაშ რა ქვია მასთან თვითონ შეიშრა მის ნომერში ხო რა უნდა ნომერი მე ეს დანაშაული სამართლებრივად ხა მე ეს კარგად მესმის ეს არ არის რაღაცა გავბრაზდი და შემთხვევითი რაღაცა ეს გზა ხო გაიარა სანამ ავიდა ნომერში ანუ წინასწარი განზრახვით აქვს ჩადენილი დანაშაული ავიდა სანამ ნომერში ხო უნდა გაგრილდა ხო უნდა მოიფიქრო რასაკეთებს ან სასტუმროს არ უნდა მიუთითო ან სასტუმროს და ხო დაცვის სამსახური სასტუმროს მე პატრონემ პასუხი უნდა ააგოს და მაგ სამსახურში არავინ აღარ უნდა ჩავიდეს ეს უნდა ატრიალო მაგრუსება ჩვენს ეგ სასტუმრო არის დამნაშავე არც ქართველი არ უნდა ჩავიდეს ვის ქართველია გული და ახლა იმისთანა ქართველი თუ არ როგორც ეს დაკაცარი კი ბატონო როგორც უნდა ეგრე გააკეთოს მაგრამ და კარიაული რაც მაგ ვიდეოში ვნახე გოგოები ნომერში არიან და ფანჯარა და ხურეთო ეძახიან მერე საერთოდ ოთახში შეუვარდა 150 კაციანი ქორწილი იყო და 150 ტელეფონი იქნებოდა. ერთი ვიდეო არ აქვს თავის გასამართლებლად. იქ დავწერე მეც ხოთაშოვის კომენტარებში. ერთი ვიდეო არ გამოჩენილა და რამდენიმე გამოჩნდა აქედან გადაღებული. სადაც ჩანდორის გოგოები რომ შვიდად ლაპარაკობენ. არავით არის ჯერ მომწყობილი იყო ემოციური ლაპარაკი ქალმა ხო გითხარი რამდენჯერ ქალებს შუქშუქნისაზე რაღაც უწმაწური სიტყვების 60 თვენიათ ხო არც ერთხელ არც კი სიგნალიც კი არ მემისია რა კაცი ხარ გაატარო უნდა